ამერიკული ფარას ქართული ანალოგის კრიტიკიდან ზუსტად ერთ დღეში შვედეთის მთავრობამ საკუთარ ქვეყანაში ანტიდემოკრატიული საქმიანობისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვა დაანონსა. ქვეყნის სპეციალურ გამომძიებელს წესების შემუშავება და მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა უკვე დაევალა. მაშინ როცა ამავე მიზნით მიღებული კანონის გამო საქართველომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მკაცრი კრიტიკა მოისმინა. თუ დამფინანსებელს ან საქმიანობას კავშირი აქვს ექსტრემიზმთან ან სხვა ანტიდემოკრატიულ გარემოსთან, ეს ქმედება რისკს ქმნის რადიკალიზაციის ზრდისთვის. მნიშვნელოვანია გადაიხედოს ასეთი მიზნებისთვის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობები. ერთი დღის ხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას პირველი პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და შვედეთის დამოკიდებულებას სამარცხვინო უწოდა. ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ ხომ არავის შერცხვება. ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია. შვედეთის გამართლება ქართულმა ოპოზიციამ ითავა. საწინააღმდეგო განცხადებების ახსნა დღესაც კარგად ნაცნობი რიტორიკით სცადეს. ოპოზიცია კვლავ ამტკიცებს, რომ ის რაც საზღვრებს მიღმა მუშაობს, საქართველოში ვერ იმუშავებს. ნაციონალურ მოძრაობაში დღეს ისიც თქვეს, რომ ფარას ქართული თარგმანი შტატებში მოქმედი კანონის ანალოგი არ არის. ეს არ არის ანალოგი კანონების, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპულ სახელმწიფოებში, ევროპულ სახელმწიფოებში მიღებული კანონი ქართული რა თქმა უნდა, როგორც სხვა კანონებს ასრულებს ამას ისე როგორც თვითონ უნდა. როდესაც ვსაუბრობთ შვედეთზე, შვედეთში არსებულ დემოკრატიაზე ძალიან დიდი განსხვავება არის ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ბოლო დროის მოვლენებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, რაიმე სახით ამის შედარება არასერიოზულია. შვედეთი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას კანონის ძალით აპირებს, იგივე პოლიტიკა კი საქართველოს საერთაშორისო კრიტიკის ფასად დაუჩნდა. ეს მიდგომა სახელისუფლებო პარტიისთვის არათუ ორმაგი სტანდარტი, არამედ ყველა პრინციპის ფეხქვეშ გათელა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შვედეთის ცალკეული ინსტიტუციები ძალისხმევას არ იშურებენ და ფინანსებს არ ზოგავენ ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებაში საქართველოში, რომლებიც ქვეყანაში რადიკალიზაციას ახალისებენ, რა თქმა უნდა, ეს უკვე ამით უკვე ყველაფერი გასაგები იქნება, მათ არ უნდათ, რომ საკუთარი გადასახადების, გადამხდელების ფული, როდესაც იხარჯება სხვა ქვეყანაში რადიკალიზაციაში, ეს იყოს საჯარო. თუ რამე საქართველოში აღვივებს სკეპტიციზმს ევროპულობის მიმართ და ევროპის მიმართ, არის ეს სრულიად არაობიექტური, არათუ ორმაგი, არამედ მრავალმაგი სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ თურმე ამ კონკრეტულ ევროპულ ქვეყანაში შეიძლება გამჭვირვალეობის რეგულაციები და საქართველოში არ შეიძლება. ის, რასაც აფინანსებდნენ, ეს საერთაშორისო ფონდები ჩვენი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ, LGBT პროპაგანდის ხარდაჭერით, ამას ვამბობდით, რომ იქნებ გამჭვირვალე გავხადო. ეს ჩვენ დავსანქცირდით. ეს მიუღებელი იყო, მაგრამ თქვენ რო დაგემუქრათ ეს პრობლემა, თქვენთვის თურმე მისაღებია. აი ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი. ევროპასა და ვაშინგტონში ფინანსების გამჭვირვალობა დღის წესრიგში უკვე დადგა. ეს ოფიციალურ თბილისს იმ რწმენას უმყარებს, რომ ქვეყანაში ამოქმედებული ამერიკული ფარას ქართული ანალოგი დასახულ მიზანს შეასრულებს და ქვეყანას გარეთ ჩარავებისაგან დაიცავს.